ადამიანები ხშირად წუწუნებენ, რომ არაფერში ხელი არ ემართებათ. არ ყავთ მეორე ნახევარი, არ აქვთ კარგი ფინანსური მდგომარეობა, მუშაობენ მძიმედ, მაგრამ ფულს ვერ გამოიმუშავებენ ისე, როგორც საჭიროა. სულ სასიყვარულო სამკუთხედში ხვდებიან და, მოკლედ, ვერ აწყობენ ვერც პირადს და ასე თუ ისე ვერც ფინანსებს. მოგეხსენებათ, არ შეიძლება, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ჯადო. აქვს ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, მაგრამ შეუძლებელია, რომ 100-დან 100%-ს ჰქონდეს. მაგრამ წმენდისათვის არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ჯადო გქონდეთ და მაგიტომ გაიკეთოთ წმენდა. წმენდის დროს იწმინდება თქვენს გონებაში თუ რაიმე ბავშვობაში სტრესი გქონდათ. ძალადობდნენ თქვენზე, გეჩხუბებოდნენ, ცუდი ამბები გადაიტანეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რაიმე იწმინდება. არა, წმენდის დროს, ყოველ შემთხვევაში ჩემი წმენდის დროს, მე ესე ვმუშაობ ამდენი წლები, ძაფივით იწყვიტება წარსულთან კონტაქტი და თქვენ ხართ ახალდაბადებული ბავშვით, რომელიც ესაა ჩამოსვეს გადმოსვეს, ესე ვთქვათ, საწოლზე. ზუსტად ამ საოცრებას ახდენს წმენდის რიტუალი, რომ გაეთიშო წარსულ საშინელებებს, ეს იქნება ქმრისაგან, მეუღლისგან, დედისგან, ძმისგან, ბიძისგან, ცუდი სიტუაციებისგან სამსახურში, ოჯახში, მნიშვნელობა არ აქვს და დაიწყო ცხოვრება ახალი ფურცლიდან. ანუ დაიბადო თავიდან და ჩემ მარათონსაც ქვია ხოლმე ესე, რომ დაიბადო თავიდან. თავიდან დაბადების შემდეგ და კარგი გზაზე დაყენების შემდეგ ხდება უშუალოდ ადამიანი თავიდან იცნობს თავის თავს და უკვე აღარ უშვებს იმ შეცდომებს, რაც უნდა ადრე უშვებდა და თავდახრილი დადიოდა, ყველას თავს ამცირებინებდა, ესე ვთქვათ, უბარაქო იყო და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩემი წმენდა ამას აკეთებს, სხვაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მოკლედ, მეგობრებო, არ არის აუცილებელი წმენდა გაიკეთოთ იმისათვის, რომ მარტო ჯადო, ბევრი მოდის და ვეუბნები, რომ არა გაქვთ ჯადო. აბა იძახიან, აბა ესე რომ ვარ არაფერში ხელი რომ მემართება, წარსული არ განებებთ თავს. წარსულის დავიწყება წმენდის გარეშე არის შეუძლებელი, რაც არ უნდა დაივიწყო, მაინც გაგიფიქრება.